თიკო მოსემხდლიშვილი. Bang, bang, I hit the ground. Bang, bang, the rubble sound. Bang, bang, my baby shut me down. I was 5 and you were 6. We both rehearsed as mathematics. I was black, you were white. You were always with a fire, man. You show me down, man. I hear the rubber, man. The rubber sound, man. Baby, show me down. Music cleaner, people say, just for me. ძალიან მაგარი კონკურსანტები ყავს. შემდეგ და შემდეგ სულ უფრო და უფრო წმუნდები. რუშკა, რა სიტყვი? მე არც ვიცი რა ვთქვა, აპლოდისმენტების გარდა არაფერი არ დამრჩენია და დავიწყოთ ჟიურის შეფასება. გიორგი, გისმენთ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო და ამაში დამეთანხმება მთელი დარბაზი, რომ თიკო ძალიან ეფექტურია სცენაზე და ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს, რომ ძალიან ეფექტურია ეკრანზე. აგრეთვე სიმღერა რთული იყო, არ ვიცი მე მუსიკოსი არ ვარ, მაგრამ ალბათ რთული იყო და მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და სოფომაც თქვა, რომ ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთა შეეძლო თიკოს ამ სიმღერაში. მე გულწრფელად ვიტყვი, რომ ცოტა დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაცეები არეული იყო, ცოტა გაუგებარი ჩემთვის, როგორც რიგითი მაყურებლისთვის და მსმენელისთვის. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შენ ბოლომდე არ გააკეთე ის, რისი გაკეთებაც შეგეძლო. გულწრფელად გეტყვი. მე გონია, რომ ვუსმენდი ახლა ერთ-ერთ აუთსაიდერს. მე ასე მგონია. გადავინაცვლოთ სოფოსთან. მენტორი ეთანხმება გიორგის? მე მგონი სპეციალურად აკეთებს ამას, რომ ნერვებს გიშლის. ნერვები აუშალოს ყველას, არა მარტო მე, იმიტომ რაღაცა სტრატეგიული არის ამაში. ახლა მე მაინტერესებს გიორგი ესეთივე მკაცრი და კრიტიკული თუ იქნება თავისი კატეგორია რო გამოვა და მე ვნახავთ შენს ობიექტურობას. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მე არაფერი არ დამაკლდა, მე იმიტომ ავდექი ფეხზე, რომ ზუსტად ყველაფერი გააკეთა ისე როგორც საჭირო იყო. იყო ძალიან ორგანული, იყო ვოკალურად, ნუ მისი შეფასება ალბათ დამეთანხმებით და აღარ არის საჭირო, იმიტომ რომ ყველაფერი თქვა ამან ამ სიმღერით. ძალიან მაგარი გამოსვლა იყო და ერთმა ადამიანმა შეძლო ის, რომ აბსოლუტურად ჩართული ვიყავი ბოლომდე. მე არაფერი არ ჭირდებოდა, არც სხვანაირი გაფორმება, აი ერთი ცალი იდგა და აბსოლუტურად ყველა მონუსხა, როგორც დამყირდა რომ იზამდაქნა. ანდრი, შენ რას გვეტყვი როგორც მომღერალი? როგორც მომღერალი ვიტყოდი.
ბევრ რამეს ვიტყოდი. ანდრე გალამაზი ხარ, როგორ გიხდება ეს ათვალ? ორშია. დღეს მაჩუქეს საფილოში თქვა. ხო და ეხა კარგად შეაფასე ძალიან გთხოვ ამ კომპლიმენტის შემდეგ. ხო, არა, ნუ რა მე თიკოზე ვგიჟდები ისე მომწონს მისი ნამღერი. ნუ გარეგნობაზე მე ვფიქრობ რომ ნუ ბიჭები განსაკუთრებით დამეთანხმებით იდეალური ქალი დგას სცენაზე. დაგეთანხმები, აქავა, აბარა. დაგეთანხმები, რას მელაპარაკები. რაც შეეხება სიმღერას, მე ვთვლი რომ დღეს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალისტია და მეტი რა ჭირდება ამ სცენას არ ვიცი. ბრავო თიკო, ძალიან მაგარი გოგო ხარ. თამთა გისმენთ, როგორ შეაფასებდი, როგორც მომღერალი. მეც ძალიან მომწონს თიკო. ოდნავ ნერვიულობ და თავიდან და ეს ლოგიკურია. მე არ დავიწყებ არც ნოტებზე ლაპარაკს საერთო ჯამში. ერთ-ერთი ჩამოყალიბებული X ფაქტორია ჩემი თვალსაზრისით თიკოში და იმედია გადავა შემდეგ ლაივებზე და მარწმუნებული ვარ უფრო მეტის მოცემა შეუძლია და გვაჩვენებ შემდეგ ლაივებზე დანარჩენს რაც შიგნით აქვს. დიდი მადლობა ჟიურის, მე კი მაყურებელს შევახსენებ. იმისათვის რომ თიკო დარჩეს პროექტში, აუცილებლად აიღეთ თქვენი მობილური ტელეფონები და დაურეკეთ მას ნომერზე 093 300 302. მოგესალმებით უყევას. თუ მოგეწონათ ის რაც ნახეთ, დააჭირეთ გამოწერის ღილაკს. აი. აი.